ნოდარ ნათაძესთან წაიკითხავთ ინტერვიუს, რომელიც ამტკიცებს, რომ რუსები პუტინს ჩამოახჩობენო. საქართველოში ფრანკოფონიის თვე იწყება, თუ კი გიყვართ ფრანგული კულტურა, ფრანგული მწერლობა და ასე შემდეგ, თქვენ გაქვთ დრო რომ დაესწროთ კრუასანებს რამდენად გამოაცხობენ ფრანკოფონის დღეებში. ნუ პრინციპში შეიძლება იყოს მსგავსი აქტივობა დაგეგმილი, თუმცა ძირითადად აი კულტურული მიმართულებით არის და გასტრონომიულით ნაკლებად, თუმცა ეს ერთმანეთს არ გამორიცხავს, იმიტომ რომ დიდი გასტრონომიული და კულინარიის ქვეყანა შეიძლება უწოდოთ. ავღანეთში რამდენიმე ამერიკელი და ავღანელი ჯარისკაცი მოუკლავთ. თამარ გვერდწითელს ვარსკვლავს გაუხსნიან 15 მარტს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში თამარ გვერდწითელის სოლო კონცერტი გაიმართება ღონისძიების ორგანიზატორის დათო ოქიტაშვილის თქმით, ეს იქნება გამორჩეული და სრულიად ახლებური და პროგრამაც განსხვავდება ძველისგან. განმოგრძობთ გაზეთ ალიით და მოდი პირველ გვერდზე ვკითხულობთ მამუკა არეშიძის ინტერვიუდან ციტატას ივანიშვილის გაღიზიანების ხარისხი მისი ზოგიერთი თანაგუნდელის მიმართ გაიზარდაო ამბობს ის. გაზეთ ალიაში შეხვდებით ინტერვიუს კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძესთან, რომელიც შეეხო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც მხარეებს შეუძლიათ საქმეზე გადაწყვეტილება ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე მიიღონ და კანონპროექტის ავტორი და ინიციატორი საქართველოს მთავრობაა. მე ერთი საინტერესო და სახალისო ინფორმაცია მაქვს ამდენი პოლიტიკის შემდეგ. მოზარდებმა მეგობრის დედა საყვარლისგან ხელკეტებით დაიხსნესო. და მკითხულ როგორც კი ქალის კივილი შემოესმათ კონექტიკუტის შტატში მცხოვრებმა 5 გულიანმა მოზარდმა მაშინვე მისი დახმარება გადაწყვიტა და 35 წლის მამაკაცი ბეისბოლის ჯოხებით ლამის სიკვდილის პირას მიიყვანა. ანუ შემოესმათ საძინებლიდან ხმა და 16 წლის გოგონამ მოზარდმა გადაწყვიტა რომ უბრალოდ მიიჩნია რომ დედამის თავს დაესხნენ. შეიარაღდა ბეისბოლის ჯოხით და უხმო მეგობრებს და სწრაფ გაემართნენ ისინი საძინებისკენ. არაცალეს ხრონა ალერსი და მოკლედ მამაკაცი ძალიან დაზარავდა. ეს ისე განტვირთვისათვის ჩილეს დედაქალაქის მუზეუმში გადაყრილი ფეხსაცმელები გამოუფენიათ. ეს გახავთ ჩინელი მხატვარ კონცეპტუალისტი, რომელიც წლების განმავლობაში აგროვებდა გადაყრილ ფეხსაცმელს, რადგან მიიჩნევს, რომ ისინი ადამიანის საუკეთესო მესაიდუმლოები არიან. გამოფენის ავტორის თქმით, სხვადასხვა მიზეზების გამო გადაყრილი თუ დაკარგულ ფეხსაცმელებში არის რაღაც მიმზიდველი, რომელსაც ადამიანი უბრალოდ უნდა ჩასწვდეს. და ცუდად მოქცევისათვის მოსწავლეებს მორგში უკრავენ თავსო, ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ლოს-ანჯელესის განათლების სამმართველომ ახალი სასწავლო წლის დასაწყისისათვის, ასე დასჯიან ურჩ მოსწავლეებს. ნუ მორგში უკრავენ თავში, იგულისხმება ის, რომ მოსწავლე დაესწრება გვამის გაკვეთას, ნუ აღნიშნული იდეის ავტორთა განმარტებით, როცა ხულიგანი ახალგაზრდები მსგავს პროცედურებს იხილავენ, ისინი დაუვიწყარ ემოციებს მიიღებენ და ადამიანის სიცოცხლეს უფრო მეტად დააფასებენ. თუ რამდენად დააფასებენ ფსიქიკაზე იმოქმედოს ამ ყველაფერს. რამდენად დააფასებენ ადამიანის სიცოცხლეს. რამდენადთვის ძალიან მიუღებელია მსგავსი. ნუ ფაქტი არის ის, რომ დაუვიწყარ ემოციებს ნამდვილად მიიღებენ, მაგრამ რამდენად გაამართლებს ეს. მეცნიერებმა დაადგინეს, როგორი საკვები ართულებს მეხსიერებას და იწვევს გაზარმაცებას. და როგორც აღმოჩნდა, მსგავსი ეს არის ქონიანი და ცხიმიანი საკვები. ბრიტანელი მეცნიერების განმარტებით, საქმე ეხება ცხიმიან საკვებს, რომლის უარყოფით გავლენაზე სხვა დროსაც ბევრჯერ მოგვიყოლიაო, ამტკიცებენ ისინი. დღეისათვის სულ ეს იყო, სამშაბათია და პრესა ძირითადად დაჯერდა ინტერვიუებს, ახალი ნაკლებად იყო რაღაც ახალი ფაქტი. ხვალ აუცილებლად განავზოთ პრესის მიმართულებას. მადლობა შენ საინტერესო ინფორმაციებისთვის. ჩვენს ეთერში რეკლამის დროა, ძალიან მალე სტუმრებთან ერთად დაგიბრუნდებით. ამინდის დროა მაგვიძარას ეთერში გავიგოთ როგორი ამინდი იქნება დღეს სრულიად საქართველოში. თბილისში როგორც ხედავთ მზიანი ამინდია, დღისით 18 ღამით 7, ქუთაისში მზიანი ამინდია, მაგრამ ხანმოკლე წვიმაც არის მოსალოდნელი, დღისით 16 ღამით 10, ფოთშიც ასევე მზიანი ამინდია, თუმცა ხანმოკლე წვიმას აქაცელიან, დღისით 15 ღამით 10, ბათუმშიც ისეთივე ამინდია როგორც ფოთში და ქუთაისში, დღისით იქნება 18 ღამით 12, აქაც მზიანი, თუმცა წვიმიანი ამინდი იქნება.
სოხუმშიც ასევე ხანმოკლე წვიმარის ნავარაუდები, დღისი 14 ღამით 11-ში, გუდაურში ღამით 11-ში, ღამით 11. გუდაურში თოვოს დღისი 4 ღამით -2, გორშიც წვიმიან ამინწელიან დღისი 13 ღამით 3, თელავში მზიანი ამინდია დღისი 18 ღამით 6 გრადუსი. ამ და სხვა ქალაქებს კიდევ ერთხელ კარგად დააკვირდეთ, იმისათვის რომ არაფერი გამოგებაროთ. მაგვიძარა პირდაპირ ეთერშია 15 მარტს ახმეტელის თეატრში სპექტაკლის გასროლა პრემიერა შედგება. ის ნილ საიმონის პიესის ხმების მიხედვით რეჟისორმა გიორგი კანთარიამ დადგა. მოქმედება ნიუ-იორკის მერის მოადგილის სახლში ვითარდება. ქორწინების 10 წლის თავზე თავს იკლავს ერთ-ერთი მთავარი გმირი. სპექტაკლის დეტალებზე ჩვენი სტუმრები ისაუბრებენ. ეს გახლავთ მსახიობი გვანცა კანელაკი და თეატრის მმართველი ბატონი თამაზ გოლაძე. დილამშვიდობისა და მადლობა. დილამშვიდობისა. დიდი მადლობა რომ მოგზანდით მაგვიძარაში სტუმრად. გურიელის გემრიელ ჩაის შემოგთავაზე. ცოტა მოვლენებს გავუსწარეთ და მცირედი ანოტაცია სპექტაკლის გავუმხილე მაყურებელს. თუმცა მოდით მაინც გითხარი უფრო დეტალურად რაზეა სპექტაკლი და თავად ვის როლს თამაშობ. მე ვთამაშობ კრის გორმანის როლს. ერთ-ერთი მეგობარია და მისი მეუღლე, ჩარლის, ვინც იკლავს თავს, ოღონდ ბოლომდე არ იკლავს და ამასთან დაკავშირებით მთელი პერიპეტიები ხდება. და მოყევი ნახევარი სპექტაკლი ფაქტიურად. ამერიკელი დრამატურგი საიმონი არის იმით არის ცნობილი, რომ ბოლომდე არ უკარგავს გასართობ ხასიათს თავის ნაწარმოებებს. ანუ რეჟისორმა სულად შეინარჩუნა ეს სტილი? კი, შენარჩუნებულია ყველაფერი, იმიტომ რომ არის ძალიან სახალისოც, ესეთი დეტექტიურიც, ცოტა საშიშიც და რა ვიცი, ნახოთ. რა გამოვა ნახოთ. ბოლო წლებში საკმაოდ ბევრჯერ დაიდგა ნილ საიმონის პიესები. ეს იყო კალიფორნიული სუიტა და ქალები. თქვენი აზრით შეიძლება ორივეს კითხოთ, რით იმსახურებს ეს დრამატურგი ასეთ ყურადღებას ქართველი რეჟისორებისგან? რა ვიცი, ალბათ აქტუალობით. პიესების აქტუალობით, იმიტომ რომ თუნდაც ეს ჩვენი პიესა ახლა რასაც ვმუშაობთ ხმები, ძალიან აქტუალური არის ადამიანებზე, მათ ურთიერთობებზე, რაღაცა ემოციებზე, სიტუაციებზე, რომელშიც ადამიანები ხვდებიან და მერე ცდილობენ იქიდან რაღაცნაირად თავი დაიძვრინონ და ალბათ მაგით. ბატონო თამაზ, თქვენ კითხავთ, ეს თეატრის შესახებ კანონმა თეატრის მმართველს ახალი ფუნქციები შეზინა, გარკვეულ წრეებში ამან უკმაყოფილება გამოიწვია. რა მისცა თქვენი აზრით ამ ფუნქციის დამატებამ თეატრს? დადებითი მხარე. ეს კანონი რო განვიხილოთ, ალბათ დეტალებში უნდა განვიხილოთ და ვფიქრობ ამისთვის არც დრო გვაქვს. როგორი შედეგები განვიხილოთ, რომელიც თქვა რაც შეეხება იმას, რომ აი რაც დადის ხმები რომ დავუშვათ ამა თუ იმ პიროვნებამ დაწერა ეს კანონი, მე ამ ადამიანებს ცოტა სხვანაირად ვიცნობ და უფრო სხვა შეხედულება მაქვს ჩემი მათზე და თვითონ კანონს რაც შეეხება მე დავარქმევდი ბოღმიან კანონს. დაბოღმილ კანონს. კაცრი შეფასება. კაცრი შეფასება დიახ, იმიტომ რომ მე ვფიქრობ ეს ცოტა არ იყოს და არც ქართულ თეატრს ეკადრება და არც ქართულ საზოგადოებას და არც საქართველოს საერთოდ. რაც დეტალები, რომელიც არ შეიძლება განხილული იქნას მარტო რაღაცა ერთი პიროვნებისათვის ან ერთი დავუშვათ რაღაც მოვლენისათვის. კანონი უნდა იყოს ცოტა სხვანაირი. თუმცა მე არ ვიცი ვინ დაწერა ეს კანონი, მაგრამ ვიზეც ამბობენ, რატომღაც არ ამჯერა და არ მგონი. მოდი, თეატრის
კულუარებში ჩაგვახედეთ შიდა სამზარეულოში, როგორ ხდება რეპერტუარების შევსება, განრიგის დაგეგმა და ასე შემდეგ. და კრიტერიუმებით საზღვრავთ. რეპერტუარის შერჩევა ალბათ იცით რომ თავისუფალი უფლება არის, თავისუფალი რეპერტუარის შერჩევისა და ამით რასაკვირველია ხელმძღვანელობთ და სარგებლობთ კიდევაც. ეხლა რამოდენიმე მომენტია. ერთია დავუშვათ დასი, ის ადამიანები რომლებიც დასში არიან. მეორე რასაკვირველია აქტუალობიდან გამომდინარე. აი მაგალითად საიმონი ჩვენ შევარჩიეთ, იმიტომ რომ იქ ახალგაზრდული ფრთა უფრო ჭარბობს. ანუ რაღაც გარკვეული ტესტიც არის ახალგაზრდებისთვის, ნუ ვიყურებ ახალგაზრდა ხარ. აი ახლა გადის ხო, ჩემბატონებო და აი ასეთი ის ანუ ეხლა ახალგაზრდები და რასაკვირველია საშუალო თაობის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ, ხო? ეს ერთი მხარეა. რაც შეეხება რეპერტუარს, რეპერტუარი აი განრიგს უფრო სწორად, განრიგის შერჩევა ძალიან მძიმედ ხდება და ძალიან ასე ვთქვათ პროცესი თვითონ მძიმეა. და რატო? ვიცით რომ ჩვენი მსახიობები რამოდენიმე თეატრში მოღვაწეობენ და ნუ რასაკვირველია მისასალმებელია რომ ასეთი ის არის, მაგრამ აი თეატრებს შორის ურთიერთობა განრიგი ცოტა მძიმედ და ასე ვთქვათ ძნელად დგება, თორემ რასაკვირველია ურთიერთობა თეატრებთან არის დამყარებული და მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ერთმანეთს გავუგოთ, ერთმანეთს ხელი შევუწყოთ და ასე ვთქვათ არ მოუწიოთ მსახიობებს როგორც ხშირად გვაცავს უწევს ხოლმე გადარბენა. ანუ აქედან ძველი ინტერვიუ ვნახე. და ციტატას მოვიყვან, ადამიანს თეატრში სპეციალური მიპატიჟება არ უნდა სჭირდებოდეს, თვითონ უნდა ჰქონდეს სურვილი, გაეცნოს თუ რა ხდება ქართულ ხელოვნებაში. 2 წლის წინ ამბობდით ამას. დღეს რამე შეეცვალა, დღეს თუ ჭირდება მაყურებელს მოპატიჟება თეატრში. რასაკვირველია 2 წლის შემდეგ თუ დღევანდელი დღით ვიმსჯელებთ, რასაკვირველია შეიცვალა, მაგრამ არა იმდენად, რამდენადაც ეს თეატრს სჭირდება. ზოგადად თეატრს და საერთოდ ქართულ თეატრს. ანუ იმატა მაყურებელთა რაოდენობა. იმატა მაყურებელთა რაოდენობა, მაგრამ არა იმ დონეზე, რა დონეზეც დავუშვათ რაღაც გარკვეული წლების წინ იყო. რა შეეხა აქ საქმე? აქ ვიცით რა ჩვენ ეს თითქოს აი მონიტორინგსაც ვცდილობთ, რაშია საქმე, როგორ, მაგრამ მე მაინც მგონია რომ რაღაცა არის კიდე საჭირო იმისათვის რომ სულიერება, ანუ თითოეულ ადამიანში აი სულიერებისაგან აი იქ ჩავავლოთ იმას ხელი და ისეთ წამოვიყვანოთ თეატრში. მე მინდა კვანცის დავუხსო ერთი კითხვა, მკაცრია თუ არა გიორგი? მუშაობის დროს. არა. არა? ძალიან სასიამოვნოა გიორგისთან მუშაობა. აი მართლა ძალიან სასიამოვნოა. იშვიათია დღეს რეჟისორი ახალგაზრდა მithumetes, რომელმაც იცის თავისი საქმე როგორ უნდა აკეთოს. ნამდვილად მე მქონდა ბედნიერება თეატრალურ შერეცას სწავლობდი. ქაბატონ მედაკუჭუხიძის ასისტენტი იყო და არაერთხელ ჩავტარებია ჩვენთვის რეპეტიცია და მართლა ძალიან სასიამოვნო პროცესია. იმდენად გავიწყდება დროის შეგრძნებას კარგად იმენ სიამოვნებს. დიდი სხვაობა მაინც და მაინც და ალბათ შეიძლება ხანდახან უწევდეს კიდევ, ცოტა მკაცრი იყოს. არა, მკაცრი, იცი რა, მკაცრი იმდენად რაღაც არ ყოფილა რა. ის დიპლომატიურად ალაგებს ყველა ურთიერთობას, რომ აი ნამდვილად რამდენი ხანი მუშაობდი სპექტაკლზე? სადღაც თვეზე ცოტა მეტი. ეს დაახლოებით ბევრია მე. არა, ეს იდეალური დრო მე მგონი. თანამედროვე თეატრში უკვე ძალიან დიდ დროს არ უთმობენ რეპეტიციებს, ანუ ყველაფერი ჩქარა ხდება, იმიტომ რომ დრო ფულია. რაც არ ვიცი რამდენად კარგია. თეატრის მომავალი გეგმების შესახებაც მოგვიყევით. 2 სიტყვით მინდა გითხრათ გიორგიზე. აი მკაცრია, არ არის მკაცრი, ხო? მე ვფიქრობ ახალგაზრდა კაცისთვის აი ეს არის რაღაცა საოცრად ტრადიციული, რაც აუცილებლად უნდა იყოს რეჟისორის თვისებები. ახალგაზრდა, მაგრამ აი ეს აქვს. ეს მისასალმებელია. ყოველგვარი, ასე ვთქვათ, ზედმეტი ის მოდის, იწყებს მუშაობას, თავდება სამუშაოდ და მიდის. დამთავრდა. ზუსტად იცის რას აკეთებს და როგორ აკეთებს და ის და საოცრად მომზადებული მოდის ნებისმიერ რეპეტიციაზე. აი ეს არის, იცით, რატომღაც ეხლა ეს მე ვფიქრობ ეს არც უნდა იყოს რეჟისორისთვის, ასე ვთქვათ, ხაზგასასმელი და აი ესეთი რეჟისორი, არა, ესეთი უნდა იყოს ყველა. ყველა უნდა იყოს ასეთი. აი ეს არის.